გამარჯობა მეგობრებო. დღეს მინდა გესაუბროთ ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. ჯანსაღი კვება არა მარტო წონის გაკონტროლებისთვის, არამედ პირველ რიგში ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის ძალიან აუცილებელი. დღეს მინდა ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, თუ დღის მანძილზე რამდენჯერ უნდა მივირთვათ, სასურველია რა უნდა მივირთვათ დილას, რა შუადღეს, რა საღამოს, რათა მაქსიმალურად შეგვერგოს და ვიყოთ ჯანმრთელნი და არა პირიქით. ამ ჩამონათვალში პირველ რიგში დგას წყალი და დავიწყოთ წყალზე საუბარი. ენდოკრინოლოგები გვირჩევენ, რომ გამოღვიძებისთანავე წყალი 1 ან 2 ჭიქა მივირთვათ, ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპად, რათა მაქსიმალურად ორგანიზმმა მიიღოს და დაგვეხმაროს გამოჯანსაღებაში. ასევე ყოველი კვების წინ ნახევარი საათით ადრე 2 ჭიქამდე წყალი მაინც უნდა მივიღოთ. ჭამის შემდეგ კი სასურველია მინიმუმ 1 საათის შემდეგ მივირთვათ წყალი, რათა კუჭმა ადვილად მოახერხოს ამა თუ იმ პროდუქტის მჟავით გადამუშავება, რომელიც სხვადასხვა საკვების მირთმევის შედეგად საჭირო რაოდენობით გამოიყოფა ჩვენს ორგანიზმში. რაც შეეხება წყლის გვიან მიღებას, ასევე არ არის სასურველი ორგანიზმის ათვისების უნარიანობიდან გამომდინარე. ანუ წყალს ვიღებთ ძირითადად დილისა და შუადღის საათებში, ვერიდებით საღამოს მიღებას და მით უმეტეს ღამის საათებში, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის დამამძიმებელი. რაც შეეხება კვების მიღებას, სასურველია ენდოკრინოლოგების თქმით და რჩევით, რომ იყოს ეს მინიმუმ 4ჯერადი, 4-5 ჯერ უნდა მივირთვათ დღის მანძილზე, აი ამ ციკლში. ასევე სასურველი არის საათობრივი ციკლის დაცვაც, მინიმუმი 3-დან 4 საათამდე უნდა მერყეობდეს საჭმის მიღების დრო და გარკვეულწილად ჩვენ ორგანიზმს უნდა მოშივდეს, რომ მივიღოთ, ანუ გავივლით, გამოვივლით და წახემსება არასასურველია სამწუხაროდ ორგანიზმისთვის. ასევე არ არის სასურველი 7 საათის შემდეგ მირთმევა საკვების, მაგრამ თუ მაინცა და მაინც გვიხდება გვიან კვება, ძილამდე 4 საათი მაინც უნდა იყოს გასული ორგანიზმმა, რომ ეს ყველაფერი მოინელოს და გადაამუშავოს. რაც შეეხება საუზმეს, ასევე საუზმის მირთმევაც ძალზე დაუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ თუ საუზმეს გამოტოვებთ, გარკვეულწილად სტრესში ვამყოფებთ ჩვენ ორგანიზმს. უშუალოდ საუზმეზე რა პროდუქტებს მივიღებთ, ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია, მაგრამ უმჯობესია შედარებით მსუბუქად და კალორიულად მივირთვათ. არ გირჩევთ დილით შემწვარი ცხიმებით ან დატვირთული პროდუქტებით, მაგალითად მაიონეზის მიღებას. ასევე არავითარ შემთხვევაში სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული პროდუქტები არ უნდა მივირთვათ. დილით სასურველია ბურღულეულის, წიწიბურას, ნაკლები რაოდენობით მოხარშული კვერცხისა და რძის პროდუქტების მიღება. ასევე შესაძლებელია ბუტერბროდის მიღება, მცირე კარაკითა და ყველის მიტანებით. ასევე მცირე რაოდენობით თაფლი. საუზმეზე სოსისსა და მსგავს პროდუქტებს ნომიირთმევთ. ასევე შემწვარი პროდუქტი ნივთიერებათა ცვლაზე არასასურველად მოქმედებს. ნელა შეიწოვება და ხელს წონაში მატებასაც უწყობს. რაც შეეხება რძის პროდუქტების მიღებას, აქაც სასურველია ასაკის მატებასთან ერთად შევამციროთ. მაგალითად 25 წლამდე სასურველია ახალგაზრდებისთვის მიღება რძის პროდუქტების, 25-დან 30-მდე უკვე უნდა შევამციროთ და 30-ის შემდეგ რაც ნაკლებად მივირთმევთ, მით უკეთესი. რძის პროდუქტების მიღების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ლაქტოზის მიმართ ამტანლობას. რადგან დღევანდელ რეალობაში მოსახლეობის დიდ ნაწილს ლაქტოზის მიმართ აუტანლობა აქვს, რადგან რძის პროდუქტების მიღების შემდეგ ალერგიული ფონი უვითარდება. ასევე სასურველია, რომ ეს რძის პროდუქტები დღის განმავლობაში მივირთვათ და არა დილით. რაც შეეხება ხილის მირთმევას, ხილის მიღებაც სასურველია იყოს დღის ან შუადღის საათებში, არა საღამოს და ღამე. ადვილი მოსანელებელი ხილია, მაგალითად საზამთრო, ნესვი, ბალი, ალუბალი, მარწყვი, მაგრამ აქაც უნდა გვახსოვდეს დოზები და 9 კილოზე მეტი არ უნდა მივირთვათ. დიდი რაოდენობით საზამთროს მიღებაც არ არის რეკომენდებული, რადგან ის ფრუქტოზას და ნიტრატებს შეიცავს, რაც ორგანიზმისთვის ადვილად შეწოვადია და უმჯობესია თუ ნორმის ფარგლებში მივირთმევთ.
თუ ჭარბიწონა გვაწუხებს, ხილის დღის მეორე ნახევარში მიღებაც არ არის სასურველი, როგორც მოგახსენეთ. გთხოვთ ეს კარგად დავიმახსოვროთ, რომ ხილი უმჯობესია კვებამდე მივირთვათ, რადგან ასე მისი მონელება უფრო სწრაფად ხდება ვიდრე სადილის შემდეგ. ულუფაზე ხილის დამატებით ნივთიერებათა ცვლაზე უარყოფით ზეგავლენას ვახდენთ. კერძოდ, დიდია ალბათობა, რომ მანამდე მიღებული ძირითადი სადილის სრულფასოვნად გადამუშავება არ მოხდეს. ამიტომ ულუფის მიღებიდან ნახევარი საათი მაინც აუცილებლად უნდა იყოს გასული, რათა ხილი მივირთვათ. რაც შეეხება ნახშირწყლების მიღებას, აქაც გირჩევთ, რომ კონტროლირებადი რაოდენობით მივიღოთ, რათა დიდი რაოდენობით ნახშირწყლის მიღების შემდეგაც წარმოიშვება გლუკოზა, რომელიც სისხლში გადადის და შეიძლება გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. ნახშირწყლების მიღება წონაში მატებას არ გამოიწვევს, თუ ულუფა ნორმირებული იქნება. მაგალითად, ფქვილი გადამუშავების შედეგად კარგავს ბევრ სასარგებლო თვისებას და იქცევად სარიელ კალორიებად. აქედან გამომდინარე, ბოსტნეული და მათ შორის კარტოფილის მიღება სჯობს მაკარონისა და ბრინჯის მიღებას. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ხშირ შემთხვევაში სწრაფი ნახშირწყლების მიღება ძალიან აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგალითად, ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ კუნთების აღსადგენად. ამ შემთხვევაში იდეალურია მისაღებად ცოცხალი ხილი და ნატურალური წვენები. რაც შეეხება სადილს, აქ სასურველია, რომ მოხაშული პროდუქტი მივირთვათ. რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, სასურველია ამ დროს მივირთვათ ზუსტად სადილის დროს. თევზს რაც შეეხება და ზღვის პროდუქტებს, ყოველთვის სასურველია ამ პროდუქციის მირთმევა. რაც შეეხება ულუფებად სხვადასხვა სახის საკვების მიღებას არასასურველია, ანუ ერთი კვების დროს ერთი სახეობის საჭმელი უნდა მივირთვათ. მაგალითად, ნახშირწყლებთან დაკავშირებით, თუ ჩვენ საკვებს ვჭამთ და გარკვეულ რაოდენობა პურს ვაყოლებთ, არ არის სასურველი, რომ ფუნთუშაც მივაყოლოთ, ან კარტოფილი მივაყოლოთ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ვახშამს, აქ სასურველია მივირთვათ კეფირი, თუ ვინმეს წონის მატებასთან აქვს პრობლემა, სასურველია მცირე რაოდენობით მივირთვას, ან წყალში გაზავებული, ან დაბალკალორიული კეფირი. ასევე სასურველია ამ დროს ბოსტნეულის მირთმევაც. რაც შეეხება ალკოჰოლის მიღებას, სასურველია ნაკლები რაოდენობით მივიღოთ, ერთი ჭიქა ღვინო ყოველდღიურად არ არის პრობლემა და პირიქით სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სეზონს რაც შეეხება, ზაფხულის პერიოდში ძირითადად მატულობს ლუდის მიღება, რაც ასევე სიმსუქნეს, ათასგვარ დაავადებებს უწყობს ხელს და მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ ეს ყველაფერი. რაც შეეხება ერთ-ერთ ყველასთვის უმნიშვნელოვანეს პროდუქტს პურს, სასურველია, რომ 300-400 გრამი მივირთვათ მაქსიმუმ დღის მანძილზე. აქაც სასურველია პურის მირთმევა გადანაწილდეს პირველ 3 კვებაზე და არა ბოლოსკენ, რათა ორგანიზმმა მაქსიმალურად მოახდინოს ძილამდე გადამუშავება და მშვიდად დაძინებაში მოგვეხმაროს ეს ყველაფერი. პურთან დაკავშირებით ენდოკრინოლოგები გვირჩევენ, რომ როგორც ევროპაშია და განსაკუთრებით გერმანიაში დამკვიდრებული ტრადიცია, რომ პურს მაცივარში ინახავენ და ყოველდღე არ ყიდულობენ ახალ-ახალს, ამ მეთოდს მიმართოთ, იმიტომ რომ არა ჯანსაღია ჩვენი ორგანიზმისთვის ყოველდღე ახალ-ახალი პურის მირთმევა. რაც შეეხება პურფუნთუშეულს, სასურველია, რომ დიდი რაოდენობით ზოგადად არ მივირთვათ, რომ ორგანიზმი არ გადაიტვირთოს და სიმსუქნისკენ არ წავიდეს ორგანიზმი და ასევე სეზონთან დაკავშირებით ამაზე ცალკე გადაცემას გავაკეთებთ, მაგრამ გეტყვით წინასწარ, რომ რაც უფრო მეტად სეზონურ საკვებს მივირთმევთ და ცოცხალ პროდუქტს, მით უფრო ჯანსაღი იქნება და სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის. მეგობრებო, დიდი მადლობა, რომ ბოლომდე უყურეთ ჩემს ვიდეოს. გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და შევხვდებით უახლოეს დღეებში საინტერესო სიახლეებით და ინფორმაციებით.